ჩვენ პირველი ექსპერიმენტული ბაღჩა არის. დარგვი ხმარია რაღაც ქიმიური საშუალებები. ედიტა ჩვენ პოლონელი მეგობარია, რომელიც ასევე ორგანულ მეურნეობის ექსპერტია და გვიზიარებს თავის გამოცდილებას ჩვენ და ადგილობრივ ფერმერ ქალებს კახეთში. გონია რომ ეს რაღაც ყინული მოუყვება ერთხელ და სამუდამოდ რომ პესტიციდების და ქიმიის გამოყენების გარეშე შევძლებთ რაღაც ორგანული პროდუქტების მოყვანას. და აქ რაც მოდის ახლა თქვენ ყოფნით ხო ეს ყველაფერი? კი, აპრილიდან მოყოლებული ეს ბაღჩა თემის ძალიან დიდ ნაწილს აჭმევდა. აქ წელსი ხო კინზი სალატები. აქ უკვე გაქვს კინზი მისუნა დაწესებულია და ეს სამთარის სეზონი იქნება. შენ როგორ მოხვდი აქ? აქ მოვიდა და მომეწონა და დარჩა. ბუნებრივი პესტიციდი ძალიან ლამაზი ობობაა, ბაღის ობობა, რომელიც ძალიან დიდ სამუშაოს ასრულებს მწერების კონტროლში. კიდე გვაქვს აქ ძალიან ბევრი თავისთავად ჭინჭარი, რაც დაგხვდა და წელს ხომის გამოყენებას აი საზღვრები აღარ ქონდა. ხან ხალეული გააკეთე. ხალეული, ხან უმად პესტოები, ხან ბოლოს ხინკალი ჭინჭრის ხინკალი. კი, ჭინჭრის და ნივრის ხინკალი ძალიან გემრიელი.